სურამში დასახლების კვალი ჩვენს წელთაღრიცხვამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრეა ნავარაუდები. Ამ ადგილებში ადამიანს ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან უცხოვრია, რაზედაც მეტყველებს ის არქეოლოგიური მასალა, რომელიც აქ არის მიკვლეული. სურამი ანტიკური ხანის ქართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენდა. შერეულ წარსულში სურამზე გადიოდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მიმავალი მნიშვნელოვანი სავაჭრო საქარავნო გზა ინდოეთიდან ფაზისამდე. სურამის წარმოშობაზე ხალხური თქმულებაც არსებობს. სურამში ცხოვრობდა ორი ახალგაზრდა, ქალვაჟი, ქალს სურქმევია, ვაჟს რამი. მათ ერთმანეთი ძალიან ყვარებიათ, რადგან მშობლებიათად ყოფნას უშლიდნენ, მაინც გადაწყვიტეს ჩუმად დაქორწინებული იყვნენ და იმ უბანს, სადაც ისინი დასახლებულან, მათი ერთობლივი სახელი სურამი დარქმევია, ხოლო მოგვიანებით ამ სახელით მთელ დაბას მოიხსენიებდნენ. დაბაში მდებარეობს სურამის ციხე და რამდენიმე ეკლესია. სურამის წმინდა გიორგის ეკლესია. სურამის ამაღლების ეკლესია. სურამის კვირაცხოვლის ტაძარი. იტრიის მონასტერი. სურამის ღვთაების ეკლესია, სურამის ღვთისმშობლის ეკლესია, ებრაული სალოცავი, სურამის სინაგოგა. სურამის ბუნებრივ რესურსს წარმოადგენს მის ტერიტორიაზე არსებული განსაკუთრებული შემადგენლობის წყლები, რომელთაც სამკურნალო თვისებები გააჩნიათ. მაგალითად, რკინის წყალი, რომელსაც სახელი რკინის ჟანგის შემცველობის გამო დაერქვა და შემჩნეულია 1 საუკუნის წინათ. ეს წყალი სურამის ცენტრთან ახლოსაა და კეთილმოწყობილია. იგი გამოიყენება ანემიის, ანუ სისხლნაკლებობის დროს. შუა საუკუნეების ციხესიმაგრის სურამის ციხის აგების თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა არსებობს ხალხური გადმოცემა, რომლის თანახმად ქართველები დიდხანს ამაოდ ცდილობდნენ ციხის აშენებას. ბოლოს ერთი მკითხავის რჩევით ციხესიმაგრის კედელში ცოცხლად ჩააყოლეს ობოლი, დედისათა ზურაბი. ციხე აშენდა, ზურაბის დედა ყოველღამე ჩუმად დასტიროდა ცოცხლად დამარხულ შვილს. სურამისა ციხეო, სულელთა გნახეო, ჩემი ზურაბ მანდარის კარგად ჩემი ნახეო.